ეს ამბავი არც ამ ქვეყნის წარსულში, არც ამ ქვეყნის აწმყოში და არც ამ ქვეყნის მომავალში არ ჩნდება. არანაირ წესში, კანონში, გაგებაში, რომელთაც რა ვიცი, დიდი ხნის ვარ და მე ამ საზოგადოებას უცხოვრია, მით უმეტეს კაცურ გაგებაში ეს არ ჯდება. აი ესეთი სამართალი, ესეთი დამოკიდებულება ქალის მიმართებაში, ესეთი დამოკიდებულება დედის მიმართებაში, ესეთი უსამართლობა და ასე გაწირვა ქართველი ქალისა, ეს სრულიად შეუსაბამოა ყოველგვარ ქრისტიანულ ზნეობრივ მორალურ წესებთან. ყველაფერი ის, რითიც მოგვაქვს თავი, როდესაც ყვებით თუ როგორი არიან ქართველები, მზია ამაღლობელის შემთხვევაში ეს არაფრით არ ჯდება ქართველი ადამიანის ბუნებაში. ჯერთი კაცი ქალის მიერ გარკვეული ხელით ტკივილს არ იგრძნობს და კიდეც რო იგრძნოს არ შეემჩნევს. მზია ამაღლობელი არის ნამდვილი ქართველი მებრძოლი ქალი. მზიას მოქმედება, რაც იყო სილის გაწნა, ობიექტურ დამკვირვებელს ნებისმიერ ჩვენთაგანს მისი მცირე მნიშვნელობიდან გამომდინარე არ მოგცემს შანსს ვთქვათ, რომ ეს არის დანაშაული. ამისთვის მით უმეტეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა არაფერ შეაჩდება. ქალბატონი მზიას მიერ გაწნულ სილაზე, სილის ფიზიკურ ტრავმაზე ლაპარაკი ლოგიკაში არ ჩნდება. თავისუფლება თავისუფალი სიტყვის დააზროვნების გარეშე წარმოუდგენელია. ჩემთვის მზია ამაღლობელი ამ ყველაფრის სიმბოლოა. არაფერ შეაჩდება თავისუფალი სიტყვის სიმბოლოს დატუსაღება. სისტემის მიერ პოლიციის პოლიტიკური მიზნით გამოყენება პოლიციის პატივისცემა არ არის. პოლიციელის მოქმედება მზია ამაღლობელის დაკავებამდე, დაკავებისას, დაკავების შემდეგ და სასამართლოშიც მუნდირის დაცვაში არ ჯდება. პირველი პოლიტპატიმარი ქალის შემთხვევა რომ ჩნდება ჩვენს ქვეყანაში, ეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებში ნამდვილად არ ჯდება. რა მაგალითს ვაძლევ ჩვენს მომავალ თაობას, ეს ნამდვილად არაფერში არ ჯდება. ვერაფრით ვერ გავიხსენე შემთხვევა, როცა სილის გაწვნისთვის ადამიანი ციხეში ჩასვეს და ბოლოს ერთი გამახსენდა. ქრისტეფორე მგალობლიშვილი თავში შეყვარებულის თამუნიას მამის გენერალ გელოვანზე სილის გაწვნისთვის ჩასვეს ციხეში 3 წლით. მზიას 4-დან 7-მდე ემუქრება. არა ის რანაირი სამყარო იყო და ჩვენ რანაირში გვინდა რომ ვიცხოვრო. როცა ჩვენ სკოლაში ან სადმე ვასწავლით ბავშვებს ან ადამიანებს, არ ვასწავლით მხოლოდ საგანს, არ ვასწავლით მხოლოდ ერთ კონკრეტულ შემთხვევას. ჩვენ ვასწავლით ადამიანად ყოფნას. ვცდილობთ რომ ეს ვასწავლოთ და ეხლა რაც ხდება მზიას გარშემო, ეს არც სწავლაში, არც სწავლებაში და არც ადამიანობაში არ ჯდება. სახელმწიფო არ არის მარტო კანონი და კანონის აღსრულება. სახელმწიფო არ არის ჩემი თვალსაზრისით მარტო დანაშაული და სასჯელი. სახელმწიფო აგრეთვე არის ჰუმანურობა, გულმოწყალება. ადამიანისთვის სივრცე უნდა რჩებოდეს. მზია ამაღლობელის მთელი ამბავი და მისი 4-დან 7 წლამდე საპატიმროსთვის გაწირვა ჰუმანურობის არც ერთ კატეგორიაში არ ჩნდება.